ბატონი შოთა რეხუიაშვილი სატელეფონო ხაზზე ყავს, რომელიც გახლავს დევნილთა და განსახილების სამინისტროს მინისტრის მოადგილე და გვიამბობს დევნილებს რა ტიპის დახმარებებს უწევენ და რა იგეგმება და როგორ იგეგმება მათ გარშემო. მოგესალმებით ბატონი შოთა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მივესალმები თქვენს რადიო მსმენელებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ გადაცემაში მონაწილეობის შესაძლებლობისათვის. რა თქმა უნდა, ბატონი შოთა, რა გვიამბოთ თუ შეიძლება ცოტა მოკლედ დევნილებს კონკრეტულად რითი ეხმარებით, კონკრეტულად რა სახის დახმარებები არსებობს, ვთქვათ, ჯანმრთელობის მხრივ, ზოგადად ცხოვრების პირობების გამოჯობესების მხრივ, ქირის გადახდის მხრივ რაღაცეები ვიცით, მაგრამ თქვენ უფრო უკეთესად გვიამბობთ. და ერთ კითხვასაც დავამატებთ ამ ყველაფერს, უბრალოდ უახლოეს მომავალში რას გეგმავთ კიდე დამატებით და ბრძანეთ ბატონი შოთა გისმენთ ყურადღებით. დიდი მადლობა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ დევნილთა სოციალური პრობლემები არ ჩამოუვარდება თავისი სიმწვავით მათ გრძელვადიანი განსახლების პრობლემას, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ფაქტებით დაკმაყოფილებას და ბუნებრივია სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ სიმწავის საკითხს და მის მოგვარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. ამ მიმართებით მე შემიძლია გარკვეული ციფრებით გესაუბროთ. 2013 წლიდან დაიწყო სამინისტრომ სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რაც სოციალური თემატიკის არის, მათ შორის არის დევნილი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი. და მინდა გითხრათ, რომ დღემდე 2014 წლის პერიოდში დევნილთა ოჯახებს ერთჯერადი დახმარება გაეწიათ 3149 ასეთი დევნილი ოჯახია და რაც თანხმობრივად შეადგენს 547,975 ლარს. ანუ კონკრეტულად ერთ ოჯახზე რა ციფრი გამოდის? ბატონ შოთა, ესეთი მაგარი ვერ ვარ მათემატიკაში რომ უცებ ეს ყველაფერი არის ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ინდივიდუალურად ხდება და ფასდება მთელი რიგი კრიტერიუმები და შესაბამისად აქ მოიაზრება როგორც სოციალური პრობლემები, შეიძლება აქვე იგულისხმებოდეს ჯანმრთელობის კუთხით გარკვეული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიმართულებით პრობლემები. ანუ რაღაც ისეთი ერთი ცალსახად დადგენილი კრიტერიუმი არ არსებობს. და ციფრიც არ არსებობს, ხო, აქედან გამომდინარე დადგენილი როგორც ხდები? ანუ ცვალებადი ციფრია გააჩნია ოჯახის პრობლემიდან გამომდინარე, არა? ეს ერთჯერადი დახმარებები ბუნებრივია ეს წელიწადი არ დასრულებულა და გაგრძელდება წლის ბოლომდე. ისე რაღაც საშუალო ციფრი რო გავიგოთ ბატონ შოთა, აი მართლა ძალიან დავინტერესდი, უშუალოდ აი მართლა მაინტერესებს რამე საშუალო ციფრი რო გითხრათ არის შესაძლებელი თუ? ეს ოჯახთან მისი საჭიროებიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს 100 ლარიდან 500 ლარამდე. არის მომენტები, არის ისეთი თემები, როდესაც საჭიროებას ხედავ და სამედიცინო კუთხით, ამ კუთხით, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემაა, ეს შეიძლება იყოს 500 ლარს კიდევ 10-ს და ასე შემდეგ. ანუ დადგენილი რაღაც ისეთი სტანდარტული ციფრი და ოჯენობა ჩვენ ასე განსაზღვრული არ გვაქვს. ბიუჯეტიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამიზნულად გათვლილია, თუმცა არის საჭიროებები, როდესაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჩარევა და ჩართულობა ამ კუთხით. ბატონო შოთა, აი ახსენეთ ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და დაზღვევასთან დაკავშირებით, აი ამ საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით რაიმე სიახლეები ხო არის, რამე გეგმები ხომ არ არის? 70%-ს ან აფინანსებენ და თქვენ 30%-ით ყველას ეხმარებით თუ კონკრეტულ შემთხვევებს განიხილავთ მხოლოდ? აი ზუსტად იმ შემთხვევებში, როდესაც დაზღვევიდან არის დარჩენილი დაუფინანსებელი თანხა, ის მაქსიმალურად ცდილობს სამინისტრო ჩვენი შეწევნა იყოს მნიშვნელოვანი და ამ კუთხით ვეხიდებით იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ ტიპის პრობლემები აქვს. ასევე მნიშვნელოვანი და ალბათ აღსანიშნავია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფაქტების ქირით უზრუნველყოფის ღონისძიებები. აქაც შემიძლია რამოდენიმე ციფრი გითხრათ. ეს არის დაახლოებით ამ წლის დღევანდელი დღის ჩათვლით 430 ოჯახია ესეთი, რომელსაც სამინისტრომ დაუფინანსა ქირის თანხა და ეს თანხა არის 356,000. აქაც თუ დაინტერესებით, მე შემიძლია გითხრათ, აქაც ცვალებადია ჩვენი ჩართულობა, ეს არის მაქსიმალური ჭერი, რის შესაძლებლობა სამინისტროს აქვს, არის დაახლოებით 250-300 ლარი ერთ ოჯახზე ქირის უზრუნველყოფის თანხა.
გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტი თუ გაქვს მე ვარ ეთერში. დიახ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ბატონო. არის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის ზამთრის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებები. ალო, დიახ. გვესმის, დიახ, ბატონო. დიახ, იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70,000-ზე ნაკლებს, გაეწიათ 200 ლარიანი დახმარებები, ეს არის კომუნალური ვაუჩერის სახით, რომლის გამოყენებაც მიზნობრივად შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ და დღეისთვის ჩემი ინფორმაციით 21,000 დაახლოებით 22,000 ოჯახია, რომელთაც ამგვარი დახმარება მიიღეს ზამთრის პერიოდისთვის და აქ საკმაოდ დიდი თანხაა ამ კუთხით დახარჯული, ეს არის დაახლოებით 4,388,000 ლარის დახმარება. ბატონო შოთა, იცით რა მაინტერესებს? 430 ოჯახს დავეხმარეთ ბინის ქირით, თუ როგორც ამბობთ, ანუ თუ არსებობს რაღაცა კონკრეტული ციფრი, სულ რამდენი ოჯახი საჭიროებს თქვენს დახმარებას ბინის ქირით და რამდენი არის ამჟამად უსახლკაროდ, თუ არ არსებობს ესეთი და ეს 430 კაცი იყო ის ადამიანები, ვისაც ესაჭიროებოდა ქირის გადახდა, არ ქონდა ჭერი. ჩვენთან, ბევრთან კუთხით ბუნებრივია სადღაც 90% საცხოვრებელი ფაქტით უზრუნველყოფილი არ არის და უმრავლეს შემთხვევაში ქირით არიან გასული ეს ოჯახები. ანუ მოთხოვნილება ძალიან დიდია, თუმცა აქაც ვითვალისწინებ არის ოჯახები, რომელთაც სოციალური ქულა არ აქვს, ანუ ოჯახის წევრები, რომლებიც მუშაობენ და აქვს საარსებო მინიმუმზე მეტი, აქვს შემოსავალი, ეს საჭიროება მათთან ასე არ დგას, მაგრამ უმთავრესი პრობლემები სადაც არის, ამ კუთხით ჩვენ ვარჩევთ გარკვეული შერჩევით ვახდენთ იმ ოჯახების გამოყოფას და დახმარებას, სადაც ეს გადაუდებლად საჭიროა და ესეთ ოჯახად ითვლება ოჯახი, სადაც არც ერთი წევრი არ მუშაობს? არა მარტო, ალბათ. სადაც სოციალური კუთხითაც სოციალური აგენტისგან შეფასებულია დევნილ და ეკონომიკური სიდუქცია პრიორიტეტი ბუნებრივია მას ელოდება. აი მინდოდა მეკითხე სწორედ და ბატონში და ბოლო კითხვას დაგისვამთ და ისეთ ოჯახებში თქვენ თავად ახსენეთ რომელთაც იმ სხვარცქვემოთ არიან და სოციალურად დაუცველებლად ითვლებიან და ვერ მუშაობენ. ხომ არ გეგმავს სამინისტრო რაღაცა ტრენინგების ჩატარებას ან მათი გადამზადებას, ანუ დასაქმების კუთხით? ჩვენ ამ კუთხით ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს და ამ კუთხით შეიქმნა სიტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საარსებო წყაროებთან დაკავშირებით იქნება გადართული იმ გზების ძიებაში, რომ დევნილ ოჯახებს ამ კუთხით აღმოეჩინოს დახმარება. საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრებია და უახლოეს პერიოდში ჩვენ ამ კუთხით ველით შედეგებს. აი ეს ტიპი ამოქმედება და ეს არის ძალიან ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი, რომ დევნილების ადაპტაციის, მათი რეაბილიტაციის და გარკვეულად იმ გარემოში რეაბილიტაციის საშუალება იქნეს უფრო ეფექტურად გამოყენებული, სადაც ისინი ცხოვრობენ და აქ საარსებო მინიმუმებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები იქნება, რომელთაც ძალიან უახლოეს პერიოდში იგრძნობენ და იქნება ამ კუთხით მათ შორის, რასაც ჩვენ ვგზავნებთ, განსაზღვრულია გარკვეული ტრენინგების ჩატარებაც და კიდევ გიდასტურებ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო პროექტი. დიდი მადლობა ბატონო შოთა, მაშინ წინასწარ შეგითანხმდებით და თუ იმის შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ამ პროექტზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს აინტერესებს, ჩვენს ერთ-ერთ უახლოეს გადაცემაში თუ დრო იქნება და თქვენგან ამის გზაობა, ჩვენ დიდი სიამოვნებით მოვისმენთ უფრო დეტალურად ამ პროექტს. გადავარ და ერთხელ კიდევ გიდასტურებთ დაპყოფნას და დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომეცათ საშუალებას თქვენს გადაცემაში. დიდი მადლობა თქვენ შეგახსენებთ, რომ ბატონი შოთა რეხვიაშვილი ყავდა ჩვენ დღეს ეთერში დევნილთა და განსახლების სამინისტროს მინისტრის მოადგილე ეთერში ყავდა